აწილადი. სანამ აწილადების შესწავლაზე გადავიდოდეთ, მოდი გავიხსენოთ ზოგი რამ თანრიგების შესახებ. როგორც ვიცით, მათემატიკაში არსებობს 10 ცალი ციფრი. ესენია 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. ანუ მათ არაბულ ციფრებს უწოდებენ და მათი გამოყენებით ჩაიწერება ნებისმიერი რიცხვი. მოდი განვიხილოთ ორი ციფრისგან შედგენილი რიცხვი 12. ჩვენ ეს 12 შეგვიძლია ჩავწეროთ ასე 10-ის და 2-ის ჯამის სახით. გვაქვს ესე იგი 1 ცალი 10-იანი და 2 ცალი 1-იანი. ანუ როგორც ჩანაწერიდან ჩანს, ეს 1-იანი, ანუ პირველი 1-იანი მიუთითებს თუ რამდენი 10-იანი გვაქვს ათეული, ხოლო 2-იანი მიუთითებს რამდენი ერთეული გვაქვს. ახლა ამ სურათს შევხედოთ და ათეული გავაიგივოთ ჩვენ ამ 10 ცალ ბურთთან. ანუ ეს 10 ცალი ბურთი არის ჩემთვის ათეული. ხოლო ეს თითო ბურთი არის ჩემთვის ერთეული. და ანუ მაქვს 2 ცალი ერთეული და 1 ცალი ათეული. აქედან გამომდინარე, ანუ სავსებით ლოგიკურია, თუ ჩვენ ერთიანს დავარქმევთ ათეული თანრიგის გამომსახვალ ციფრს. ხოლო ორიანს ერთეული თანრიგის გამომსახვალ ციფრს. თუ გვაქვს 3 ციფრისგან შედგენილი რიცხვი, მაგალითად 153, ჩვენ ეს 153 შეგვიძლია ასე ჩავწეროთ, როგორც 100-ის, 40-ის და 3-ის ჯამი. ანუ სხვანაირად რომ გავშიფროთ, გვაქვს 1 ცალი 100-იანი, 4 ცალი 10-იანი და 3 ცალი 1-იანი. იგივე მაქვს მე სურათზე გამოსახული ოღონ ბურთების სახით, იგივე რაოდენობა. ანუ თითო სვეტში მაქვს მე 10 ცალი ბურთი. როგორც თქვი, ამ სვეტს ჩვენ დავარქვით ათეული. სულ მაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 ცალი ათეული, ანუ სულ 100 ბურთი. ანუ ასეული. შემდეგ გუჯრაში მაქვს 4 ცალი ათეული, 1, 2, 3, 4, ანუ 40. და მესამე უჯრაში მაქვს 3 ცალი ერთეული, ანუ 3. ესე იგი, ერთიანს დავარქმევთ ჩვენ ასეული თანრიგის გამომსახვალ ციფრს, 4-იანს, ამ 4-იანს ათეული თანრიგის გამომსახვალ ციფრს, ხოლო 3-იანს ერთეული. ანუ თუ დავაკვირდებით ნებისმიერ რიცხვში, მაგალითად დავიღოთ ასეთი რიცხვი 125. მარჯვნიდან, ანუ სულ ბოლოში დგომი ციფრი არის ერთეულოვანი თანრიგი, მეორე არის ათეულოვანი, მესამე ასეულოვანი. ჩვენ თუ მარცხნივ მივდივართ, მაშინ ასეული თანრიგები 100 ჯერ იზრდება, როგორც დავაკვირდით, ხო? ჯერ 1 იყო, მერე 10, შემდეგ 100. ანუ 10 ჯერ იზრდება. მაგრამ თუ მარცხნივ მივდივართ, მაშინ 10 ჯერ შემცირდება. აი ნახოთ ახლა აქ რას გულისხმობ 10 ჯერ შემცირებაში. განვიხილოთ ასეთ ჩანაწერი 175
და მე მინდა ეს მთელი რიცხვი გამოვყო მძიმით და მძიმის შემდეგ დავწერო რაღაცა ციფრი, მაგალითად ისო 5-იანი. რახან აქ მაქვს ერთეულოვანი თანრიგი, მივდივარ მარჯვნივ, ამ თავიდან მოცემული რიცხვის შემდეგ მე კიდევ დავწერე რაღაცა რიცხვი და ამის თანრიგი შემწირდა 10-ჯერ. ანუ მექნება უკვე მე-10. ანუ მე ამ 175 მძიმეს და შემდეგ 5-იანს ჩავწერ ასეთნაირად. მაქვს 100-იანი, მაქვს 75, 70, მაქვს 5 და მაქვს 5 ცალი 1/10. ანუ სხვანაირად ჩვენ ამას ასე წავიკითხავთ. ეს არის 175 და 5/10. თუ მძიმის შემდეგ ორი ციფრს დავწერთ, მაგალითად 175/5-იანს და 1-იანს. ანუ კიდევ ერთი ციფრი მივუწერეთ მარჯვნივ, ამიტომ თანრიგები კვლავ შეგვიმცირდა, ანუ აქ გვაქვს 1/10. აქ 10-ჯერ და 1/100 გახდა უკვე. ანუ ამ რიცხვს უკვე ასე გადავწერ 100, 70, 5 ცალი 1/100 და 1 ცალი 1/100. ანუ ამ რიცხვს, რომელიც მე დავწერე, უწოდებენ 10 წილადს. მას ასე წავიკითხავთ 175/41/100. ხოლო წინა რიცხვს წავიკითხავთ 175/5/100. იმიტომ რომ აქ გვაქვს მე-10 თანრიგი. აქ გვაქვს მე-100 თანრიგი. როგორც ნახეთ, ანუ მე ეს 10 წილადი დავწერე წილადების გამოყენებით. აი, აქ გამიჩნდა წილადი. ანუ საზოგადოდ 10 წილადს კიდევ სხვანაირადაც განმარტავენ. ეს არის 10 წილადი არის წილადი, რომლის მნიშვნელიც არის 10, ან 10-ის ხარისხი, 100, 1000, 1000 და ასე შემდეგ. მაგალითად, ასეთი წილადი დავწეროთ 1/5/100. მე შემიძლია ასე გადავწერო 1 და დავუმატოთ 5/100. ანუ იგივე უკვე ნახსენებ წესს თუ გამოვიყენებ 5/100 და კიდევ 1/10 მე შემიძლია 10 წილადის სახით ჩავწერო ასეთნაირად 1/10 მთელი გამოვყო მძიმით და მე-10 უბრალოდ მივანიშნო მძიმის შემდეგ ერთი ციფრით. კიდევ ერთი მაგალითი, მაგალითად 7/100. რახან წილადში მთელი ნაწილი არ გვაქვს, ასეთ შემთხვევაში 10 წილადის დროს მთელ ნაწილს ჩვენ ნულიანით მივუნიშნებთ, 0, ანუ არ გვაქვს მთელი ნაწილი. მთელ ნაწილს გამოვყოფთ მძიმით და 10 წილადის ჩასაწერად გამოვიყენებ 10-ეული თანრიგის ჩასაწერად გამოვიყენებ ციფრს 7-იანს.